ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით ირანული ძალებისგან მომდინარე საფრთხეებისგან სამხედროების დაცვის მიზნით სპარსეთის ყურეში იერიშები მიიტანეს ისლამური ქვეყნის სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე და სწრაფმოვალ კატარღებზე, რომლებიც ვაშინგტონის ცნობით ცდილობდნენ არმების განთავსებას. თეირანის ინფორმაციით მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები. ამასთან ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები შესაძლოა მნიშვნელოვანი წინაღობა აღმოჩნდეს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გზაზე. პარალელურად ამერიკული მხარი მიუთითებს, რომ არსებული ცეცხლშეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონი თავშეკავებულობის პოლიტიკას შეინარჩუნებს, თუმცა ამავდროულად დარჩება ეროვნული ინტერესების და ახლო-აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი შეერაღებული ძალების დაცვის ერთგული. მიუხედავად ამჟამად გაურკვეველი დროით შეჩერებული აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა, ისლამაბადის შუამავლობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის მშვიდობა მყიფეა, რაც დასტურდება მსგავსი ტიპის პერიოდული იერიშებით ან ირანის მხრიდან ამერიკულ პოზიციებზე, ან პირიქით, ზოგჯერ კი თეირანის მხრიდან სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე იერიშებით. ასე იქნება თუ ისე ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ის რაც იქ ხდება უკანონო და მიუღებელია მთელი მსოფლიოსთვის. ირანის რეჟიმის გარდა არც ერთი ქვეყანა არ ვიცი, რომელიც სრუტის გასასვლელად გადახდის სისტემას ემხრობა. ამას არც რუსები უჭერენ მხარს და არც ჩინელები. ამიტომ ეს მიუღებელია და ასე გაგრძელება შეუძლებელია. სრუტეები უნდა იყოს გახსნილი გასვლაზე საფასურის შეზღუდვების დაწესების გარეშე. ფაქტია, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, როგორც კი მიღწეული იქნება რაიმე შეთანხმება. ფიქრობ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. 2 დღის წინ პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონის ლიდერებთან. ფიქრობ, არსებობს მკაფიო თანხმობა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს წინასწარი პროექტი. ფიქრობ, რამდენიმე დღე იქნება საჭირო ყველა დეტალის შესათანხმებლად. იქნება ეს ცალკეული სიტყვები თუ წინადადებები. თუ კი შეთანხმება შედგება, ამის გაკეთება მოგვიწევს. საკითხი დგას ასე: ან იქნება კარგი შეთანხმება, ან სულ არ იქნება. არსებული მყიფე მშვიდობა გახდება მტკიცე, მდგრადი და გრძელვადიანი თუ სცენარი ისევ ესკალაციის გზით განვითარდება, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზეც. ანალიტიკოსების აზრით, ირანთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის თვალებადი პოლიტიკა შეუძლებას ხდის განსაზღვროს, როგორ იქნება შემდგომი დღეები ან წლები ახლო აღმოსავლეთში. დონალდ ტრამპის უცხოელ მოთხოვნებს შორის არის თეირანის მხრიდან გამდიდრებულ ურანზე კატეგორიული უარის თქმა. გამდიდრებული ურანი, ბირთვული მტვერი ან დაუყოვნებლივ გადაეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამშობლოში ჩამოსატანად და გასანადგურებლად, ან უმჯობესი იქნება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ერთობლივად და კოორდინირებულად განადგურდეს ადგილზევე ან სხვა უფრო ხელსაყრელ ადგილას. ამავდროულად ატომური ენერგიის კომისია იქნება ამ პროცესისა და მოვლენის მოწმე. 26 მაისის ღამით მომხდარი ინციდენტი სპარსეთის ყურეში და კონფლიქტის ზონაში არსებული გაურკვევლობა უმალვე აისახა ვაჭრობასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ბაზარზე. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ისევ $100 ამერიკულ დოლარზე მეტია, რაც საწვავის ღირებულების გლობალურ